ღებული ადამიანი. დღეს მაგალითად დღეს აი მე გელაბარკალაია გეუბნებით თქვენ იცით ჩემი ხასიათი, ჩემი ბუნება. მე დღეს აი ამ წუთას აი დუბაიში რაც მესმის და რასაც ხედავ მე მომწონს. იცი რატო? ახალგაზრდები არიან ამ წუთას თავრობაში და ამათმა ზუსტად ის უნდა გააკეთონ რაც გასაკეთებელია. თორე არასდროს ეს ქვეყანა არ დაალაგდება. ახლა გეკითხებით ორივეს. ვინმე ჩამოვა ჩვენ ქვეყანაში ფულის ჩასადებად ბიზნესისთვის? ვინ არის შენ ავტოქარხანას რო აგიშენებს? ვინ არის შენ რო წარმოებას გაგიკეთებს? როცა ასეთი სიტუაცია არ დამთავრდა 30 წელია ეს მიტინგები არ დამთავრდა. ადამიანი როცა გეუბნება მაცალე. მაგრამ მე თქვენ არ გაქვთ ახლა ახალგაზრდები ხართ გამოცდილება. ვიღაცას უნდა ენდო. მაგრამ რო ენდობი და გიღალატებს და ფული შოვნას დაიწყებს და მილიარდებს სახში ინახავს, ეს არაკაცურია. როცა შენ სკოლები არ გაქვს და როცა შენ საქართველოში ყავს ხარტაკი მოსახლეობა აგერ 5-10%. აი ვინ ყოფილა პრობლემა? ტერიტორია კი არ ყოფილა პრობლემა. პრობლემა ყოფილა თვითონ ადამიანი. პირველ პირზეა ყველაფერი დამოკიდებული. ოჯახში თუ ხარ ძლიერი, ოჯახი ესე გიყავია და ოჯახი ოჯახს ქვია, თუ ოჯახი ესე არ ყავს, მაშინ შენი ბრალია, ხო? ამით რისი თქვა მინდა, ახლა ვადარებ მე დუბაისა და საქართველოს. დუბაი შეიძლება გახდეს 1 წელიწადში, უფრო მეტი. ოღონდ უნდა სწორად მიდგომა, აი ამ წუთას. სწორად დაგეგმარება უნდა, ერთი დღის დაგეგმარება უნდა. შეცდომა იცი რა არის? შენ არის ამას არ ენდობი და ინგლისიდან და საფრანგეთიდან მოყავს ადამიანი ავტობუსმა როგორ უნდა იაროს, როცა მე იმიტომ ვარ აქ საპატიო მოქალაქე და იმიტომ ვარ ბელგიაში საპატიო მოქალაქე, რომ ეს ჩემი გაკეთებულია. მე აგერ ყავარ შენ და მე ციხეში მიშვებ და შენ მილიარდებს უხდი უცხოელს როგორ უნდა იაროს ავტობუსმა და მე მასწავლის გასა საქართველოში როგორ ჯობია ეგა. მოდი, ჩვენ ახლა ვარ დუბაიში, ჩვენს სტუდენტებს ქათმერებს ატარებენ, ხედიან ერთმანეთს, მოულოცოთ დღევანდელი დღე, მოულოცოთ ყველა კარგი დღესასწაული, მივესალმოთ ჩვენს საქართველოს და მივესალმოთ ყველა ჩვენს სტუდენტებს. წარმატებები ჩვენს ახალგაზრდულ პარლამენტს. მივესალმოთ ჩვენს ახალგაზრდულ პარლამენტს და ხვალზე ჩვენ საქართველოში ვიქნებით. გისურვებთ წარმატებას.